მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ზოგადად ვისაუბრებთ მედია წიგნიერების შესახებ და იმ მითებზე, რომელიც ვრცელდება დასავლეთის შესახებ, ევროკავშირის შესახებ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მით უმეტეს ჩვენს რეგიონში, შიდა ქართლში. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმრები არიან სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის პროექტის მონაწილეები თამარ ლეკიშვილი და ნინო გურასპიშვილი. უღრმესი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. გადმოვალ კითხვით, როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირს ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის, რა შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს ევროკავშირი? მოგესალმებით. ამ კითხვას როდესაც მისვამენ, ხოლმე პირველ რიგში მახსენდება ხარისხიანი განათლება. რადგან ევროკავშირი ახალგაზრდებს სწორედ ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფს. რაშიც იგულისხმება პრაქტიკული მიდგომები, ინოვაციური მიდგომები და ამ ყველაფრით უკვე ახალგაზრდები იღებენ იმ განათლებას, რაც რეალურად მათ სჭირდებათ. ეს ყველაფერი ხდება როგორც გაცვლითი პროგრამებით, შეიძლება იყოს გრძელვადიანი ან მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები და ძალიან მნიშვნელოვანი არის იმის აღნიშვნა, რომ ევროკავშირი ყოველთვის უზრუნველყოფს ახალგაზრდებს საცხოვრებლით, როდესაც ისინი სხვა ქვეყანაში ჩადიან სასწავლებლად. გარდა ამის, როდესაც მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები ხორციელდება, ახალგაზრდები არა მარტო განათლებას იღებენ, არამედ კულტურულ გაცვლაც ხდება ამ დროს და ძალიან ბევრი იდეა მოაქვთ საქართველოში, რომლის განხორციელებაშიც ისევ ევროკავშირი ეხმარებათ. მაგალითად, საგრანტო კონკურსების გამოცხადებით, ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტი ფინანსდება, ან თუნდაც რაიმე სტარტაპების დაფინანსებით. რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს იმას, რომ ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ დასაქმების კუთხით, როგორც შიდა ბაზარზე, ისევე საერთაშორისო ბაზარზეც და უფრო მეტად კონკურენტუნარიანები ხდებიან ახალგაზრდები ამ დროს. კი ბატონო, თქვენ როდესაც თქვათ თქვენთან ატოლებს ახალგაზრდებს ხვდებით, როგორ აწვდით ამ ინფორმაციას, თქვათ რა არის ევროინტეგრაცია, რას ნიშნავს ჩვენთვის და ახალგაზრდებისთვის საქართველოში ზოგადად? ზოგადად კი, დაუშვათ მონაწილეობას ვიღებ ხოლმე პროექტებში, ხშირად ჩემი კურსელებისაგანაც შემოდის კითხვები, როგორ წახვედი, რონაერთ მოახერხე, დაფინანსება საიდან მიიღე და ყოველთვის ვუხსნი ხოლმე, რომ ურთიერთობა და კომუნიკაციები მაქვს NGO-ებთან, ან ჩვენ საგამსამთავრობო ორგანიზაციებთან და პირდაპირ ისინი გვეხმარებიან, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია მოვახდინოთ და პირადად თუ მე მკითხავთ, რა მახსენდება ევროკავშირთან ინტეგრაციის შედეგად, რა შესაძლებლობები შეიძლება მიიღოს ახალგაზრდებმა, პირველ რიგში ვფიქრობ ხოლმე ასევე შრომით უფლებებზე, მაგალითად, იმიტომ რომ ვიცნობ საქართველოში პრობლემები არის შრომის დაფინანსების კუთხით, ასევე ბევრი ახალგაზრდა სტუდენტის შრომითი უფლებები ირღვევა და ვფიქრობ ევროკავშირთან ინტეგრაცია მოგვცეს საშუალებას, რომ შრომითი უფლებები მაღალ ხარისხამდე ავიყვანოთ, ასევე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ მათი დაუშვათ იდეები, მათი ინოვაციური წამოწყებები დაფინანსებული იქნას ევროკავშირის მიერ. ბატონო ნინო, თქვენ კონკრეტულად რა მითებში ხვედრი ხართ ევროკავშირის შესახებ? ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ ხშირად შევხვედრი ვარ და თუ ეს ერთად დავაჯამებთ, ყველაზე საინტერესო მოსაზრება იყო ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენ ეროვნულ იდენტობას გვართმევს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მნიშვნელობით მითია, იმიტომ რომ არც ერთი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებული არის, არ არის ინარჩუნებს თავის საქვია ტრადიციებს, თავის ღირებულებებს, იმიტომ რომ დაუშვათ თუ დავაკვირდებით თავად ქვეყნებსაც ევროკავშირის წევრების და ყველა განსხვავებულია. გერმანიას თავისი ტრადიციები აქვს, თავისი ღირებულებები აქვს, საფრანგეთს თავისი, თუნდაც ყოფილი საბჭოთა წევრები რომ ავიღოთ, როგორც მაგალითად ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, მათ თავისი ღირებულებები, თავისი ტრადიციები შერჩათ, ასევე თავად არქიტექტურასაც კი ეტყობათ. თუ დავაკვირდებით და წავალთ იმ ქვეყნებში დავათვალიერებთ, ან უბრალოდ სურათებშიც თუ ვნახავთ, არქიტექტურაც კი ძალიან განსხვავებული აქვს, ამიტომ შეუძლებელია მეზე ლაპარაკი, რომ მის ეროვნულ იდენტობას გვართმევს. ან მაგალითად, ესეთი საინტერესო იდეაც გავრცელდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ელიტებს ან სტუდენტებს შეუძლიათ და მხოლოდ მათზე იმოქმედებს ეს ბენეფიტურად. რეალურად ეს არ არსებობს ასე, იმიტომ რომ თუ ქვეყანა მთლიანად ევროკავშირში წევრიანდება, ეს ნიშნავს, რომ ყველა სფეროს და ასევე ყველა ადამიანს, ყველა დემოგრაფიულ ასაკის მქონე და ყველა დემოგრაფიულ ჯგუფებს აუცილებლად შეეხებათ ის ბენეფიტები, რაც ევროკავშირს მოაქვს. აქვე დავამატებდი იმას, რომ ხშირად ამბობენ ასეთ მითებს, რომ თითქოს
ევროკავშირში გაწევრიანება გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირი თავს მოგვახვევს თავიანთ წესებს, მოგვახვევს ასე ვთქვათ თავიანთ ინტერესებს და ასე შემდეგ, რაც რა თქმა უნდა მცდარი არის, იმიტომ რომ არასდროს არავის არ აქვს უფლება იმის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტში ჩაერიოს და შეცვალოს მისი ასე ვთქვათ რაღაცა მიდგომები, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირი მხოლოდ და მხოლოდ გვაძლევს კონკრეტულ მითითებებს, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უკეთესი, რაც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მეტად გაძლიერდეს, ადამიანის უფლებები იქნას დაცული და ასე შემდეგ. ნუ ასე ვთქვათ, იმისკენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უკეთესი და ეს არ გულისხმობს იმას, რომ ის თავის მოსაზრებებს გვახვევს და თავის იდეებს გვახვევს თავს. კონკრეტულად თუ გხვდებათ რომელიმე ჯგუფებში ასაკობრივი თუნდაც ან კონკრეტულ დასახლებებში მითები სად უფრო მძაფრად არის ეს რას ფიქრობ შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ რომელ ჯგუფებში უფრო ვრცელდება და თუნდაც ახალგაზრდებშიც როგორ არის ეს ალბათ უფრო ისეთ ადამიანებს ვისაც ნაკლებად აქვთ წვდომა იმ შესახებ რომ არსებობს ყალბი ინფორმაცია დეზინფორმაცია და არ არიან ინფორმირებულები ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ეს იყოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებიც კი რომლებიც არ არიან მუდმივად ჩართული თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობებში და არ აქვთ ინფორმაცია კი ამ ყველაფრის შესახებ და არ შეუძლიათ ერთმანეთისგან გამიჯნონ დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია რეალური ინფორმაციისგან. კი ბატონო, აი ახალგაზრდების ჩართულობას როგორ ხედავთ თქვენ? აი როგორ უნდა დაუპირისპირონ, თქვათ ამ დეზინფორმაციას რა უნდა დაუპირისპირონ, როგორ ხედავთ ახალგაზრდების როლს ჩართულობას? მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც ამ ბრძოლაში უნდა იყოს ჩართული და კერძოდ ჩემი ერთგვარი ხედვაც მაქვს რა შესაძლებლობები შეიძლება იყოს, რა შეიძლება გააკეთონ ახალგაზრდებმა. მაგალითად, პირველი რასაც მე ვიცნობ, აუცილებელი არის ხშირად ტრენინგებისა და ვორქშოპების მოწყობა, არაფორმალური განათლება. კი, არაფორმალური განათლება აუცილებელია ხოლმე მაკუთხით, იმიტომ რომ ხშირად სკოლებში არის სწავლება ხოლმე ეს თემატიკა, ან იგნორირდება მაგალითად მასწავლებლების მიერ. ამიტომაც უკეთესი იქნებოდა თუ დამატებით ჩატარდებოდა ტრენინგები ან ვორქშოპები. ასევე მივიჩნევ, რომ აუცილებელია ახალგაზრდებმა თავისი დაუშვათ ვებგვერდები ან დაუშვათ YouTube-ში არხები გახსნან, სადაც ისინი ისაუბრებენ ამ თემის შესახებ. დაუშვათ გააცნობენ მოსახლეობას, იმიტომ რომ YouTube-ს ვიცით რომ ყველა იყენებს, ნებისმიერ ასაკოვანი კატეგორია, ამიტომაც გააცნობენ მოსახლეობას თუ რა მითები არის გავრცელებული, თუ რას ნიშნავს თავად დეზინფორმაცია, ყველა მარიც ამ სიტყვის განმარტება, რას ნიშნავს თავად მედია წიგნიერება მაგალითად და ელემენტარული მოსახლეობას შესძინონ უნარი თუ როგორ მოხდეს კრიტიკულად დაზროვნება საზოგადოებაში, როგორ მოხდეს ინფორმაციის გარჩევა, დაუშვათ სოციალურ მედიებში, რომელიც ასეთი ხშირი არის იქ დეზინფორმაციის გავრცელება და არ იფილტრება სამწუხაროდ ეს ყველაფერი. ასევე ალბათ ესეთი ცოტა ინოვაციური იდეა არის, მივიჩნევ საჭირო არის დაუშვათ ან კომპიუტერული თამაშების ან კვიზების გამოყენებაც ამ კუთხით, იმიტომ რომ მაგალითად იმ პროექტში რომელსაც ინოვაციური რომელსაც უფრო მეტად იყენებენ ახალგაზრდები მეტად იყენებენ ხოლმე და ასევე შესაძლებელია ახალგაზრდების დახმარებით ასაკოვანი ხალხით ჩავსვათ, იმიტომ რომ გასართობი არის და ვფიქრობ მათაც მოეწონებათ. აი მაგალითად პროექტში მონაწილეობით ესეთი გამოცდილება მივიღეთ, ესეთი იდეაც კი გამიჩნდა, რომ დაუშვათ ესეთი თამაში ჩამოყალიბდეს, რომელშიც იქნება გარკვეული საფეხურები და თითოეული საფეხურის გავლის დახურვის შემდეგ შენ მიიღებ ინფორმაციას ამა თუ იმ დაუშვათ მითის ან ამა თუ იმ ინფორმაციის შესახებ. მე იმას აღნიშნავდი ასევე, რომ შეიძლება ახალგაზრდებმა გამომდინარე იქიდან, რომ ონლაინ სივრცეში ახალგაზრდები ძალიან აქტიურები არიან, სწორედ ამ მითების საწინააღმდეგო არგუმენტებით შექმნან მაგალითად მიმები ან რამე პოსტები, რომლებიც უფრო ახალგაზრდული იქნება და ახალგაზრდებს მიაწვდის სწორ ინფორმაციას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თამარ თქვენ ახსენეთ, რომ როდესაც ინფორმაცია აქ ადამიანს იღებენ არაფორმალურ განათლებას, ეს ერთგვარი იარაღია დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ხო? აი უფრო რას ფიქრობთ კრიტიკული აზროვნების განვითარება და მედია წიგნიერება, რა შეუძლია მოუტანოს თქვათ საზოგადოებას? როდესაც ადამიანმა იცის, როგორ გამიჯნოს რეალური და ყალბი ინფორმაცია ერთმანეთისგან, მას აქვს ესე იგი კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც იმას გულისხმობს, რომ უფრო მეტად დაცულად გრძნობს თავს, როდესაც მასზე ხდება მანიპულირება. და დღესდღეობით ვიცით, რომ ძალიან ბევრი მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება და როდესაც ადამიანს აქვს სწორედ ამ ყველაფერზე ინფორმაცია, მას შეუძლია, რომ სწორედ სანდო ინფორმაციიდან, სანდო
უნდა წყაროდან მოიპოვოს ინფორმაცია და მიიღოს ასე ვთქვათ, ჩამოიყალიბოს ობიექტური აზრი და შედეგად მერე უკვე მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რაც რა თქმა უნდა ქვეყნისთვის იქნება უკეთესი ეს გადაწყვეტილება თუ უბრალოდ საკუთარი თავისთვის. კრიტიკული აზროვნება ვფიქრობ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი იარაღი არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლოდ, რადგან ელემენტარული შენ გასაშვალება დაუსვა შენ თავს მაინც კითხვა, აი ეს რაც მე ხა წავიკითხე, სიმართლე არის თუ არა, ან მაგალითად ვის მიერ არის ეს ინფორმაცია დადებული, რა მიზნით არის დადებული. ვფიქრობ კრიტიკული აზროვნება თავად მედია წიგნიერება ერთმანეთთან გადაჯაჭვული არის, რადგან მედია წიგნიერება გასწავლის როგორ განივითარო შენ შემდგომ კრიტიკული აზროვნება. და დაუშვათ ასევე მედია წიგნიერება გასწავლის რომ არსებობს ხერხები, არსებობს სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც გეხმარება შენ გაარჩიო დაუშვათ ეს სურათი რეალურია და რაც აწერია მას ზემოდან სახელი, დაუშვათ რაიმე დასათაურება რეალურია რა მართლა მოხდა თუ არა მაგალითად, ხო? ასევე ხშირად ხდება რომ დაუშვათ დაპოსტილი ინფორმაცია უბრალოდ სხვის მიერ მოგონილი აზრი არის და რეალურად არ არსებობს, ამიტომაც არის სპეციალური აპლიკაციები, სპეციალური თულები, ესე ვთქვათ, ხელსაწყოები, რომლებიც დაგეხმარება რომ შენ ეს გაარჩიო და მედია წიგნიერება და კერძოდ კრიტიკული აზროვნება გასწავლიან როგორ გამოიყენო ეს ყველაფერი ერთდროულად. მე გადაცემის დასაწყისში წარგადგინეთ თქვენ რომ ხართ სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის პროექტის მონაწილეები, თავად პროექტზე რო გითხრათ და აუხსნათ მაყურებელს ახალგაზრდებს რომ რა მოგცათ ამ პროექტმა. 3 ეტაპისგან შედგებოდა ეს პროექტი. პირველ ეტაპზე ჩვენ მქონდა სწორედ მედია წიგნიერებასთან დაკავშირებით ტრენინგი და როდესაც ამ შესახებ ინფორმაცია მივიღეთ, შემდეგ უკვე მეორე ეტაპზე გავიარეთ ტრენერთა ტრენინგი სწორედ მედია წიგნიერების კუთხით. რომ ჩვენ უკვე ახლა გვაქვს ის ცოდნა და უნარები, რომ მედია წიგნიერებასთან დაკავშირებით სხვებს ჩაუტაროთ ტრენინგი და სხვა ადამიანების ინფორმირება მოვახდინოთ ზუსტად ამ ჩვენი ცოდნით. ხოლო მესამე ეტაპი ამ პროექტის უკვე იყო ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში განხორციელებული პროექტი. იქ შევხვდით ორგანიზაციას, რომელმაც ჩაგვიტარა საინფორმაციო შეხვედრები გქონდა მათთან და ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ სწორედ მედია წიგნიერების კუთხით და ინფორმაციის კუთხით. გარდა ინფორმაციისა გქონდა ძალიან საინტერესო სავარჯიშოები, რომლებიც კიდევ უფრო დაგვეხმარა იმაში, რომ ყოველდღურად გამოვიყენოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი უნარები და ის ხელსაწყოები, რომლებიც მათ გვასწავლეს და ეს პრაქტიკული სავარჯიშოები იმით იყო ძალიან საინტერესო, რომ უშუალოდ ჩვენ ვიყავით ჩართულები დეზინფორმაციის ამოცნობაში და ჩვენ თვითონ ვახორციელებდით, ასე ვთქვათ, თითოეულ აქტივობას. უღრმესი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, რომ იმისთვის რომ იყავით ჩვენთან ერთად, პასუხობდით ჩვენ კითხვებს, მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ თამარ ლეკიშვილი და ნინო გურასპიშვილი, სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის პროექტის მონაწილეები. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა. გადაცემაში მოსულ მაყურებელს კი დავემშვიდობები.